რამ გადაგაწყვეტინა 37 წლის ასაკში კარიერის დასრულება. ვიგრძენი, რომ ამის გასაკეთებლად მართებული დრო იყო. შოტლანდიაში 3 წელი გავატარე, რაც ერთგვარ ბონუსად მიმაჩნია, რადგან დაკარგული მქონდა იმის აღქმა, თუ სად იყო ჩემი ადგილი საფეხბურთო სამყაროში. მადლიერი ვიყავი, რომ ეს შესაძლებლობა მივიღე. იქ გატარებული ყოველი წუთით ვისიამოვნე და ვიგრძენი, რომ ჩემი წასვლის დრო დადგა. მან სიტიში ყოფნის პერიოდში შენ საინტერესო ურთიერთობა ჰქონდა გუარდიოლასთან. ასე არ არის? იცით, ბუნებრივია, რომ ჩვენ გვქონია არაერთი მძიმე საუბარი და ზოგჯერ ასეთ დროს დაძაბულობამდეც მივსულვართ. თუმცა ჩვენს ურთიერთობას დაძაბულს ვერ უწოდებდი. ის გულწრფელობას ეფუძნებოდა. ბევრს გააჩნდა ხედვა და მე ვფიქრობდი, რომ ამ ყველაფერში ვჯდებოდი. ის სხვაგვარად ფიქრობდა. მწვრთნელობაზე ფიქრობ თუ სხვა ვარიანტებს განიხილავ? ჯო, შენთან საუბარი სასიამოვნოა. პირდაპირ შეკითხვებზე გადავალ. პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე ამჟამად რას ფიქრობ? რამ გადაგაწყვეტინა 37 წლის ასაკში კარიერის დასრულება? განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სელტიკის რიგებში რეგულარულად თამაშობდი. თავს კარგად ვგრძნობ. მადლობა. პროფესიონალურ ფეხბურთში არ ყოფნის საწყისი რამდენიმე თვე ძალიან სასიამოვნო გახლდათ. ვიგრძენი, რომ ამის გასაკეთებლად მართებული დრო იყო. შოტლანდიაში 3 წელი გავატარე, რაც ერთგვარ ბონუსად მიმაჩნია, რადგან დაკარგული მქონდა იმის აღქმა, თუ სად იყო ჩემი ადგილი საფეხბურთო სამყაროში. მადლიერი ვიყავი, რომ ეს შესაძლებლობა მივიღე. იქ გატარებული ყოველი წუთით ვისიამოვნე და ვიგრძენი, რომ ჩემი წასვლის დრო დადგა. კარიერის დასრულების შემდეგ შენ ანალიტიკოსი გახდი. თუმცა ფეხბურთში შორს მიმავალი გეგმები გაქვს. მაგალითად, მწვრთნელი რომ გახდე. მწვრთნელობაზე ფიქრობ თუ სხვა ვარიანტებს განიხილავ? არა, მწვრთნელის რანგში საქმიანობაზე არ ვფიქრობ. ეს პერსპექტივა არ მიზიდავს. მინდა ადამიანებს დავეხმარო და ჩემი აზრით, ანალიტიკოსის როლში შესაძლებელია მწვრთნელის ფუნქცია შეასრულო. შეგიძლია აზრი გამოთქვა და თამაშები მიმოიხილო. ამის კეთება ძალიან მომწონს. თუმცა არ მინდა რომ ერთ კლუბს მივეჯაჭვო. ბევრ მწვრთნელთან მქონია შეხება და თუ აბსოლუტურად გულწრფელი ვიქნები ამ ცხოვრებას საკუთარი თავისთვის არ ვისურვებდი. თავისუფალ დროს ახლა როგორ ატარებ? ფეხბურთს უფრო მეტად უყურებ თუ რაიმე ახალი ჰობი ან ინტერესი შეიძინე? ცხოვრება ძალიან დატვირთულია. ახალგაზრდა ოჯახი მყავს. ფეხბურთის სათამაშოდ დროის მოძებნასა და ვარჯიშს ვცდილობ. ყავს ვაჟი, რომელიც ფეხბურთის თამაშს დიდ დროს უთმობს. ბევრი რაღაც არის გასაკეთებელი. ოჯახზე ვზრუნავ. პრობლემებს უმკლავდები, ვისვენებ. საკმაოდ დატვირთული ცხოვრება მაქვს. რა თქმა უნდა, ფეხბურთს კვლავ თვალს ვადევნებ. თუმცა ჩემს ცხოვრებაში ბევრი რაღაც ხდება იმისთვის, რომ ახალი ჰობი აღმოვაჩინო. მეკარის პოზიციამ წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა. როდესაც შრუსბერის რიგებში შენი საფეხბურთო კარიერა დაიწყე, წარმოიდგენდი, რომ მეკარეებს უკნიდან თამაში ჩართვა და სხვა პოზიციის ფეხბურთელთან მსგავსად ფეხით თამაში უფრო მეტად მოუწევდათ. არა, მაშინ ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. შენ კარში კლდესავით მტკიცე უნდა ყოფილიყავი და ბურთზე საჯარიმოში უნდა გეთამაშა, რაც მათ ახლაც ევალებათ. ფეხით თამაშის კუთხით მაშინ სხვა დავალებებს გვაძლევდნენ, რომლებიც განსხვავებული ტაქტიკის ნაწილი გახლდათ. ამ პოზიციამ ევოლუცია ნამდვილად განიცადა. ჩემი აზრით ეს ევოლუცია უკეთესობისკენ მოხდა. ეს საფეხბურთო სტილი სათამაშოდ სასიამოვნოა და ამ მხრივ შენ შეგიძლია რაღაც ახალი მუდმივად ისწავლო. თუ კარგად დააკვირდები, მიხვდები, რომ ყველა პოზიცია შეიცვალა. ფლანგის მცველები ახლა აბსოლუტურად განსხვავებულები არიან. ცენტრალურ ნახევარმცველებსა და ზოგადად ნახევარმცველებს სხვა რაღაც მოეთხოვებათ. ფეხბურთი მშვენიერი თამაშია, რომელიც ევოლუციას მუდმივად განიცდის და ამ მხრივ გამონაკლის არც მეკარის პოზიცია წარმოადგენს. 2007 წელი შენთვის გარდამტეხი აღმოჩნდა, როდესაც აც უკვე გარდაცვლილი სვენ იორან ერიქსონის ხელმძღვანელობით პრემიერ-ლიგაში რეგულარულად თამაში დაიწყე. როგორი ურთიერთობა ჰქონდა მასთან და როგორ დაგეხმარა ის, რომ საკუთარი თავის რწმენა შეგეძინა? იცი რა, უპირველეს ყოვლისა ის დიდებული ადამიანი იყო და ადრეც მithქვამს, მე მას ახლა რომ შევხედროდი, ეჭვის თვალით შევხედავდი, რადგან ფეხბურთში მისი მსგავსი ადამიანები თითქმის აღარ არიან. ის ძალიან გულწრფელი და მშვიდი გახლდათ. მას ყველასთვის საუკეთესო სურდა. მისი ბრწყინვალე თვისებებიდან ეს ერთ-ერთი იყო. მას უნდოდა რომ ადამიანები ბედნიერები და თავდაჯერებულები ყოფილიყვნენ და ბეჯითად ეშრომათ. მან თავისუფლება მომცა. მან მომცა უფლება, რომ საკუთარი თავი ყოფილიყავი. 21 წლის ახალგაზრდა და ემოციური ბიჭი ვიყავი. საკუთარი თავის მჯეროდა და სხვისი აზრის მოსმენა არ მჭირდებოდა. ის ფაქტი, რომ მან თავისუფლება მომცა, ჩემი ირწმუნა და მენდო, ჩემთვის საკმარისი გახლდათ.
შენ გარკვეულწილად მომდევნო კითხვის თემას შეეხე. რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მეკარისთვის კარიერის საწყის ეტაპზე რეგულარული სათამაშო დროის ქონა? წარსულს რომ იხსენებ, როგორ ფიქრობ, შენი ხანგრძლივი კარიერის ადრეულ ეტაპზე სწორი ნაბიჯები გადადგი? დიახ, ჩემი აზრით ის ნაბიჯები ჩემთვის მართებული იყო. ყველა ადამიანი განსხვავებულია. მე შემიძლია მხოლოდ იმაზე ვისაუბრო, თუ როგორ გავატარე ჩემი ცხოვრება. ყოველთვის მოცემული მომენტით ვცხოვრობდი და შესაძლებლობათა გამოყენებას ვცდილობდი. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში გვერდით კარგი ადამიანები მყავდა, თუმცა გადაწყვეტილებებს მხოლოდ საკუთარი ნების შესაბამისად ვიღებდი. ჩემი აზრით, შენ უნდა გაიგო თუ სად იმყოფები შენს კლუბში. განსაკუთრებით, მაგალითად, თუ იჯარის ხელშეკრულებებს გაეცნობი, უნდა გაიაზრო თუ სად გახარ შენს ძირითად კლუბთან მიმართ. სხვა კლუბში იჯარის წესით იმიტომ გადადიხარ, რომ მათ შენი თავიდან მოშორება სურთ? ეს იჯარა შენ გაწყობს? შენ მისგან სარგებელს მიიღებ? თუ სარგებელს მიიღებ, სათამაშო დრო გექნება და ისინი დიდ სურათს დაინახავენ. ასეთ შემთხვევაში მსგავსი შანსები უნდა გამოიყენო. რასაც აკეთებ, იმისთვის არ უნდა აკეთო, რომ უბრალოდ გააკეთო. შენ გვერდით გჭირდება ადამიანები, რომლებსაც ექნებათ გეგმა და სტრუქტურა, რაც ასპარეზობაში დაგეხმარება. ყოველჯერზე, როდესაც სხვა კლუბში იჯარით გადავედი, ვგრძნობდი, რომ ეს მიზანს ემსახურებოდა და ამის გამო მატჩი გულსა და სულს ვდებდი. შენი დებიუტი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში სულ რაღაც 21 წლის ასაკში შედგა. მეკარისთვის ეს ადრეული ასაკია. როდესაც ფაბიო კაპელომ გამოგიძახა, გაგიკვირდა თუ იმ მომენტისთვის უკვე მზად იყავი? ამაზე ადრეც ვისაუბრე. 21 წლის ვიყავი და მაშინ არაფერი მაშინებდა. არ მეშინოდა. სიმართლე რომ გითხრათ, მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში არაფერი შემშინებია, რადგან ყველაფერს ფეხბურთის თამაშის შანსად აღვიქვამდი. ჩემი მოედანზე შეყვანის ვალდებულება არავის ჰქონდა. არავინ იყო იძულებული ეს გაეკეთებინა. არავინ იყო ვალდებული. მაგალითად, ჩემი საბაზრო ღირებულება არც ისე დიდი იყო. ჩემზე არავინ ამბობდა, რომ ჩემთან დაკავშირებით რაღაც უნდა მომხდარიყო. შესაბამისად, ყოველთვის მჯეროდა, რომ თუ მათ შემადგენლობაში ჩემი დაყენება სურდათ, ესე იგი საკმარისად კარგი ვიყავი. არასწორად არ გამიგო, ეს მართლაც ნაადრევად მოხდა. ისეთ შეხვედრაში, რომელსაც მნიშვნელობა არ გააჩნდა, რადგან საფეხბურთო სეზონი უკვე მთავრდებოდა. ინგლისის ეროვნული ნაკრების ბევრი მოთამაშე უკვე სახლში იყო წასული და ჩემი ქვეყნისთვის თამაშის ეს შესაძლებლობა გამოვიყენე. თუ ამის შანსი ერთხელ მომეცემოდა, მე მას აუცილებლად გამოვიყენებდი. როგორც აღმოჩნდა, მას შემდეგ კიდევ არაერთი შეხვედრა ჩავატარე, თუმცა ის შემთთვის კარგ მომენტს წარმოადგენდა. ინგლისელი მეკარების ახალი თაობის წარმომადგენლებზე რა აზრის ხარ? ხედავ ვინმეს, ვისაც უახლოეს მომავალში პირველი ნომრის პოზიციაზე ჯორდან პიკფორდის ჩანაცვლება შეუძლია? დიახ, არის რამდენიმე. ჰენდერსონი, ტრაფორდი, პოუპი, რამსდეილი. ესენი არიან ბიჭები, რომელთა შესახებაც ვიცით. ისინი კარგი მეკარეები არიან, რომლებიც მაღალ დონეზე ასპარეზობენ. ჯორდანი ჩინებულად ირჩება. უმეტესად პრემიერ ლიგის ცხრილის არასწორ მხარეს იბრძვის, თუმცა, როდესაც ინგლისის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, ბრწყინვალედ ასპარეზობს და თავს კარგად წარმოაჩენს. შესაბამისად, ჩემთვის საინტერესოა რა სურს ტომას ტენშოუს თავისი მეკარისგან, რადგან ამაზე ჩემთვის არაერთხელ უკითხავთ და ჩემთვისაც საინტერესოა, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს იგი. თუმცა ცხადია, რომ კარგი ვარიანტები აქვს. შენი კარიერის განმავლობაში უამრავი რაოდენობის გოლი გინახავს. შენი აზრით, რომელი მათგანი იყო ყველაზე ლამაზი და დასამახსოვრებელი? ალბათ, რუნის მაკრატელა. თუ როგორ ქვია ამ დარტყმას. მაშინვე ლეგენდარულ გოლად იქცა. ის უმაღლესი დონის მოთამაშე იყო, რომელიც როგორც მოთამაშე ძალიან მიყვარდა. იმ მატჩის საქმე კარგად არ მისდიოდა, თუმცა თავდამსხმელის ბედიც ასეთია არა. საჭირო დროს გაიტანა და ამ ლეგენდარული გოლით გუნდს გამარჯვება მოუტანა. სინამდვილეში ეს იყო შეკითხვა ჩვენი გამომწერებისგან, რომლებიც გამათობდნენ პასუხად ზლატანს გასცემდი თუ უეინს. ვერსიები 50-50-ზე იყო. სიმართლე გითხრა, მეც რუნის გოლი მირჩევნია. ზლატანმა ამ ხანაგურში გამიტანა და ამიტომ არ ითვლება. ორ სცენარს შორის არჩევანის გაკეთება რომ შეგეძლოს. მატჩის ბოლო წუთზე გადამწყვეტ მოხსნას აირჩევდი თუ კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ გატანილ თავურ გოლს, რომელიც ჩვენს გუნდს ტიტულს მოუტანდა. რა თქმა უნდა, გოლს. ასეთი რამ არასოდეს გამიკეთებია და ას არჩევად რომ მქონდეს, ცალსახად გოლს ავირჩევდი. შენ მან-სიტისთან ერთად პრემიერ ლიგა 2012 წელს მოიგე. მაგრამ მაშინ რომ შენთვის ვინმეს ეთქვა სიტი ამდენ თასს მოიგებსო, ამ სიტყვებს დაიჯერებდი? დიახ, აუცილებლად. ჩვენ საძირკველი ჩავყარეთ და კლუბი სრულიად მზად იყო. ვიცოდი რომ ეს მოხდებოდა. რთული ნამდვილად იყო, არასწორად ნუ გამიგებთ, თუმცა მაგვარაუც აუცილებლად დავიჯერებდი. მან-სიტიში ყოფნის პერიოდში შენ საინტერესო ურთიერთობა ჰქონდა გუარდიოლასთან. ასე არ არის? ჟურნალისტები ამას პერიოდულად დაძაბულ ურთიერთობასაც უწოდებდნენ, მაგრამ რა ხდებოდა სინამდვილეში? რა ურთიერთობა ჰქონდათ და როგორ გაიგე საბოლოოდ, რომ კლუბს შენ აღარ სჭირდებოდი?
იცით, ბუნებრივია, რომ ჩვენ გვქონია არაერთი მძიმე საუბარი და ზოგჯერ ასეთ დროს დაძაბულობამდეც მივსულვართ. თუმცა ჩვენს ურთიერთობას დაძაბულს ვერ ვუწოდებდი. ის გულწრფელობას ეფუძნებოდა. პევს გააჩნდა ხედვა და მე ვფიქრობდი, რომ ამ ყველაფერში ვჯდებოდი. ის სხვაგვარად ფიქრობდა. საბოლოო ჯამში ბოსი ის იყო. მას ეჭირა ხელში ყველა კარტი. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ გვეთანამშრომლა და რთული პერიოდი გადაგველახა. როგორც იცით, მე კონტრაქტიც მაკავებდა და ყველაფერი შავ-თეთრ ფერებში არ იყო დახატული. შესაბამისად, მარტივად ვერსად წავიდოდი. ეს ასე არ დაალაგდებოდა. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, მას სურდა გუნდი განეახლებინა. შესაბამისად, გუნდში მოიყვანა ვიღაც ისეთი, ვინც 100%-ით თანამედროვე მეკარის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდა. როგორც უკვე ვთქვი, ვფიქრობდი, რომ მე ასეთი ვიყავი, თუმცა არ ქონდა მნიშვნელობა, რას ვფიქრობდი მე. გადაწყვეტილების მიმღები ის იყო. თუმცა საბოლოოდ მეც და ისიც საკმაოდ ზრდასრული ადამიანები ვართ, რომლებსაც შეუძლიათ ამდაგვარი საუბრების ატანა. მაქსიმალურად მოვინდომეთ, თუმცა საბოლოოდ არანაირი წყენა არ დაგჭირია. მან სიტის შემდეგ შენ გადაწყვიტე გადასულიყავი იტალიაში. კერძოდ ტორინოში. მაშინ ბევრი სხვა შესაძლო ვარიანტიც იწერებოდა. გვითხარი, რატომ ჩათვალე, რომ შენი კარიერის იმ მომენტში ტორინო საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა? სრულიად გულწრფელად რომ გითხრათ, მაშინ ყველაფერი არეული იყო. ოღონდ არ გულისხმობ გვარდიოლას, არამედ ბიზნესის გადმოსახედიდან არსებულ სიტუაციას. აგვისტოს ბოლო იდგა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე კვირა დარჩენილი იყო. და უკვე ცხადად ვხედავდი, რომ უნდა წავსულიყავი. ბევრს მეკარეზე თავისი გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა და ალბათ არავინ ფიქრობდა, რომ ჩემი გადაბირება შეეძლოთ. ბევრი რამ მოხდა, ბევრი რამ ჩაიშალა. რაც საფეხბურთო ბიზნესში ხშირად ხდება. შემდეგ კი რატომღაც სატრანსფერო პერიოდის ბოლოს მანჩესტერ სიტიში მითხრეს, რომ სურვილი გამოთქვა ტორინომ და მე იქ გადასვლა თავისუფლად შემეძლო. შესაბამისად, მე შეკითხვები უკვე აღარ დამისვამს, რადგან ყველა სხვა გუნდი, ვინც დაინტერესდა, არაერთ სირთულეს წააწყდა, მე კი ზოგადად არასოდეს შევდივარ ისეთ საუბრებში, რომლებიც უკავშირდება ფულს და საკონტრაქტო პირობებს. უბრალოდ ვიცოდი ის, რომ ჩემი წარმომადგენლები სათანადო ხალხს შეხვდნენ და მეც მხოლოდ ის ღრმა ინტერესებდა თუ სად შემეძლო გადასვლა. ვიცოდი, რომ ჩემი მხრიდან აღარაფერზე საუბარი არ მომიწევდა და რატომღაც არც რაიმე პირობებს შევათანხმებდი. შესაბამისად, ტორინოში გადასვლა რეალური ჩანდა და ვიცოდი, რომ იქ ყოფნით ნაკრებში თამაში შემეძლებოდა. შესაბამისად, გამოვიყენე ეს ვარიანტი და ამით ნამდვილად ვისიამოვნე. გვითხარი, ვინ იყვნენ შენი კუმირი მეკარეები, როდესაც იზრდებოდი? ისინი, ვინც მეკარეობა მოგანდომეს. ასეთები იყვნენ შმაიხელი და სიმანი, პრემიერ ლიგაში. და პრემიერ ლიგის მიღმა? ყოველთვის ძალიან მიყვარდა ბუფონი. აღტაცებული ვიყავი მისი თამაშით. ჩემთვის ის პირველი ნომერია. კასილასაც არაერთი დიდებული მატჩი ჩაუტარებია. ეს ბიჭები თავიანთ საქმეში საუკეთესოები იყვნენ. ამ ოთხეულს ნამდვილად გამოვარჩევდი. მინდორზე მოთამაშე შენი თანაგუნდელებიდან ვის ჰქონდა მეკარეობის საუკეთესო უნარები? ძელებს შორის დგომით ვინმეს ხომ არ გაუოცები ხარ? საკმაოდ კარგი იყო ფილიპ ჯაგიელკა. ნაკრებში თამაშის დროს რამდენჯერმე მინახავს მისი მეკარეობა. კარიერის დასაწყისში შეფილდში მსგავსი გამოცდილება ჰქონია. თავს საკმაოდ კარგად ართმევდა. უნდა დაუფასოთ. ვინმეს მან სიტიდანაც ხომ არ გამოარჩევდი, მაგალითად მილნერს. დიახ, ის ხომ ყველგან თამაშობდა და მგონი მხოლოდ მაგ პოზიციაზე არ უთამაშია. თუმცა მჯერა კარშიც რომ ჩაგეყენებინათ, იქაც ძალიან კარგად გაირჯებოდა. და ვინ არის შენი საყვარელი მეკარე თანამედროვე ფეხბურთში და რატომ? ალბათ ჩემი საყვარელი მოქმედი მეკარე კურტუაა. კარში ის ნამდვილი მონსტრია. მას გააჩნია ბევრი ისეთი თვისება, რაც აუცილებელია მეკარისთვის. სწორედ ამიტომ შეუძლია მარტოს მატჩების მოგება. კარგად იზიარებს მადრიდის რეალის ფილოსოფიას. გუნდისა, რომელიც სუპერვარსკვლავებითაა დახუნძლული და სადაც თავისი ადგილისთვის მუდმივი ბრძოლა უწევს. კარგად ვიცით, როგორია თანამედროვე ფეხბურთი და რა აუცილებელია გუნდური მუშაობა. თუმცა ის ნამდვილად ამ გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ამიტომაც იგებს რეგულარულად ჩემპიონთა ლიგას თავისი თამაშის დამსახურებით. შენს კარიერას როდესაც თვალსავლებ, ხომ არ გახსენდება რომელიმე მომენტი ან კონკრეტული სეივი, რომელიც ყველაზე მეტად დასამახსოვრებელია? ვერ ვიტყოდი. ბევრი კარგი და ბევრი ცუდი რამ მომხდარა. სამუდამოდ მადლიერე ვიქნები იმით, თუ როგორ დასრულდა ყველაფერი. ფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე სეზონის დასაწყისში. დავასრულეთ ოლდ ფირმის დერბით. ჰემპდენ პარკზე სელტიკი რეინჯერს დაუპირისპირდა და 90-მეათე წუთზე ვიმარჯვეთ. ვგრძნობდი, რომ ეს სათანადო მომენტი იყო. კარგი მატჩი გამომივიდა და ბოლოს შევძელი თავაწეულს მომეხსნა ხელთათმანები და თამაშიდან წავსულიყავი. ვინაიდან შენ მრავალი წელი გითამაშია უმაღლეს დონეზე, რა რჩევას მისცემდი ახალგაზრდა მეკარეებს, რომელთათვისაც შენ ხარ მაგალითი და რომელთაც მწვერვალების დაპყრობა სურთ?
შენ არ ჩუნონ სიმშვიდე. ისინი უნდა კონცენტრირდნენ მათ წინ არსებულ ბურთზე. ზედმეტად წინ ყურება საჭირო არ არის. ეს არ არის პოზიცია, სადაც შენ ღრუბლებში ყურების უფლება გაქვს. სრულად უნდა კონცენტრირდე იმაზე, რასაც აკეთებ. საჭიროა სათანადო მტკიცე განწყობა. უნდა იმუშაო თამაშის ტექნიკურ ნაწილზე. საკუთარ თავს შეუქმნა საუკეთესო პირობები საიმისოდ, რომ ითამაშო თავისუფლად და უქმეებზე თავის საუკეთესოდ წარმოაჩინო. და ჩემი ბოლო შეკითხვა. როგორ მაჩსელი უქმეებზე? არ გეკითხები თუ ვინ მოიგებს. უბრალოდ როგორ მაჩსელი? ფიქრობ, რომ თამაშზე კონტროლს ლივერპული დააწესებს და გააკონტროლებს ბურთს. თუ ამას მანჩესტერ სიტი შეძლებს. ფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება. ჩემი აზრით, ამ თამაში გასაოცარ მღელვარებას შევიგრძნობთ და უმაღლესი დონის ტემპს შემოგთავაზებენ. ამ მატჩს ძალიან დიდი აღტაცებით ველი. ამჟამად ეს არის შენი საყვარელი წყვილი პრემიერ ლიგაში? ლივერპული მან სიტის წინააღმდეგ? დიახ, ალბათ ასეა. ისინი უმაღლეს დონეს გვიჩვენებენ. დიდი მადლობა ჯო. შენთან საუბარი სასიამოვნო იყო. ჩემთვის ეს დიდი პატივია და მსურს წარმატებები გისურვო მომავალში ყველა მიმართულებით, რასაც კი აირჩევ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. დიდი მადლობა. მადლობა.